საქართველოსათვის ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხზე დღეს დილიდან საუბრობენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა ამოეწურა. ლელო ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უვიზო რეჟიმი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. გრიგოლ გეგელიამ მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს და საზოგადოებას ბრძოლისკენ მოუწოდებს. საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მიერ გამოგზავნილი წერილის საშუალებით დაუსახელეს პირობები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ შესაძლოა გადაიხედოს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ არსებული დათქმებით ევროკავშირი ქართველ ხალხს აშანტაჟებს, რაც მიუღებელია. ევროკომისიის მოთხოვნებს შორის არის ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიჩნეული ორი კანონის, მათ შორის ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება და ანტიკორუფციული ბიუროს კანონში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. პირობების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლოა მითითებული. პასუხისგებლობა იმაზე, რომ ჩვენ მაღალი ალბათობით დავკარგავთ უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმს, აი ამაზე პასუხისგებლობა ეკისრება ქართული ოცნების ბოროტყვაქვერთა ბანდფორმირებას და ყველა ქართველს უნდა ესწროს ძალიან კარგად, რომ მანამ სანამ ეს ბოროტყვაქვერდი ბანდფორმირება მართავს ჩვენ სახელმწიფოს დე-ფაქტო რეჟიმში, ჩვენ არავითარი ევროპული ინტეგრაცია, არავითარი მშვიდობა და არავითარი კეთილდღეობა არ გვექნება. Რაღაც მოთხოვნებია, რომელიც უნდა დავაყენოთ იმის გამო, რომ გარკვეული პროცედურები იქნა შენარჩუნებული საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის ეს არის უვიზო მიმოსვლა თუნდაც, თუ არ შევასრულებთ, რა თქმა უნდა, ამ მოთხოვნებს აუცილებლად მოხდება უვიზო მიმოსვლის შეჩერება, თუმცა ზუსტად როდის მოხდება ეს, ამის პროგნოზირება არის შეუძლებელი, ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირში. მოთხოვნები კანონების გაწევასთან დაკავშირებით არარელევანტურია და აბსოლუტურად არ პასუხობს არანაირ პრინციპს, სტანდარტს, რომელიც ევროკავშირს გააჩნია. ევროკავშირი ქვეყნების მიმართ, რომელიც კანდიდატები არიან, ქვეყნებს, რომელსაც არასდროს არც ერთი პრინციპი და ნაბიჯით არ უღალატია საგარეო კურსისათვის და უფრო მეტიც ყველა მაჩვენებელი აქვს, რათა სამართლიანად იტრაბახოს იმითი, რომ არათუ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ბევრ წერ ქვეყანას უსწრებს არაერთი რეიტინგით.